ვიძღებთ, ბიჭებო, როგორ ახართ? ჩვენ მოვახერხეთ თავისუფალი ცხოვრების დაფუძნება უახლოეს ბოლო წლებში. უთხრა საარჩევნო უბანზე მისულმა ივანიშვილმა ჟურნალისტებს. ის არჩევნებზე ოჯახთან ერთად ესკორტის თანხლებით მივიდა. შეკითხვებს არ უპასუხა, თუმცა საკუთარი პარტია აქვს და თქვა, რომ ქვეყნის განვითარების ყველა მიმართულებით შთამბეჭდავი წარმატება აქვთ. არჩევანი დააფიქსირეს კალაძემ და კობახიძემ. ისინი გამარჯვებაში დარწმუნებული არიან. კობახიძე დღევანდელი აქციის მონაწილეებს კიდევ ერთხელ დაემუქრა. გადავლენ ძალადობაზე, მიიღებენ პასუხს, ამბობს ის. კოალიცია ლელო ძლიერ საქართველოში დარღვევებზე საუბრობენ. აცხადებენ, რომ არაერთ უბანზე დააფიქსირეს ამომრჩევლის მოსყიდვისა და კარუსელის ფაქტები. მათივე თქმით, თბილისსა და რეგიონებში უკვე ათეულობით საჩივარია დაწერილი სხვადასხვა სიმძიმის ფაქტებზე. აქტივობა შედარებით დაბალია, აცხადებს კობახიძე და ამბობს, რომ მიზეზი ოპოზიციური ამომრჩევლის პასიურობაა, რომელიც დემოტივირებულია. ცესკოს მონაცემებით დილის 10 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 275,948 ამომრჩეველი მივიდა. ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა ლეჩხუმში ფიქსირდება. რეგიონებიდან თბილისისკენ კოლონები დაიძრა. მოქალაქეები პარლამენტთან დაგეგმილ საპროტესტო აქციას უერთდებიან. რუსთაველის გამზირზე შეკრება 16 საათიდან დაიწყება. იქამდე კი 3 საათიდან თესეუს პირველი კორპუსიდან სტუდენტების მსვლელობაა დაანონსებული. თავისუფლების მოედანზე კი უკვე შეინიშნება საპოლიციო ძალების მობილიზება.